დავბრუნდით და ძალიან მაგარი სტუმარი მინდა წარგიდგინოთ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ნამდვილად არ საჭიროებს დიდ წარდგენას. მსახიობი, ტელეწამყვანი, იუმორისტი გიორგი გაბუნია უკვე წლებია მაყურებლის საყვარელი სახეა. ის გამოირჩევა დახვეწილი იუმორით, პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული ენერგიით. ეკრანს მიღმა კი გიორგი ოჯახზე შეყვარებული მამაა. მისი ქალიშვილი კირა უკვე სოციალური ქსელების პატარა ვარსკვლავია. მის TikTok ვიდეოებს 100,000-ობით ნახვა აქვს და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. დღეს გიორგი გაბუნიასთან ზაფხულზე, ოჯახურ დასვენებაზე, შვილთან ურთიერთობაზე, მშობლის როლზე, მშობლიურ ქუთაისის მონატრებაზე და გასტროლებსა და შვებულების გეგმებზე ვისაუბრებთ. გიორგი უნდა მოგზაურდეთ. მოგესალმებით. გავწითლდი ცოტა ესე იგი და სანამ პირაზე გადავიდეთ გულწრფელად. თავი ფოტოები არ იყოს და არ დაჭარბებული. მოგზაურდით. ხარ. ყველაფერი დამსახურებულად. მოგესალმებით. როგორ ხარ გიორგი? შემოგარ როგორც ყოველთვის გამოიყურები ფანტასტიკურად. მადლობა ნეტა ჩემი მეუღლეც მასე იზარდეს რომ რაღაც კარგად ხარ, იმიტომ რომ ღიპზე მაწვებია რა თქმა უნდა. ქალებს თუ მოусმენთ ვიქნებით ბოლოს. იდეალურები. იდეალურები. დაიწყო ეგრევე ხოჩა. მოგესალმებით. გავჩნდებით აქ ტელემაყურებელს. ჩემთვისაც ძალიან საყვარელ ადამიანებს პოზიტივი ჩემთვის სულ ამბობ რომ მშობლიური არხია, არხი სადაც ავიდგი ფეხი და შესაბამისად აქ სულ ძალიან ისე კომფორტულად როგორც საკუთარ სახლში ისე ვგზავნა ხოლმე თავს და მით უმეტეს თქვენ კიდევ აგერ ჩემთვის ძალიან მიხარია და კარგი ადამიანები და პირველი კითხვით გავხსნი მოკლედ. ზაფხულია და მაინტერესებს რა შეშავს შენთვის ზაფხული. ანუ და რაღაცა დიდი გრაფიკი თუ დასვენება, მუშაობა, რომელნისკენ უფრო იკითხება. ზაფხული არის უცნაური რამ ჩემთვის. ანუ ესე იგი, მინდა დასვენება და როგორც კი 3 დღეს გაცდება ეს ჩემი დასვენება, უკვე მეწყდა პანიკა. ხო და ვერ გავიგე რა გავაკეთო. ანუ როცა გარეთ ვარ რაღაცას ვაკეთებ, ნეტად ამაძინა, დამასვენა, ხო იცი სახში გამაჩერა, მივალ სახში, გავჩერდები 2 დღე, 3 დღე და უკვე აი სამაქროს საწავიდე რა ქნა ვინმე საქმე ხო არ აქვს რამე ჩემი თუ მოლეული მაქვს ხო არ გავიდეთ ანუ რაღაცა ურუკიდურესობას შორის რისი ბრალია ეს გიორგი უფრო შეჩვევა უკვე ეს გეგმა შენი რაღაცა ხო შეჩვევა ალბათ არის უფრო შეჩვევა არის იმიტომ რომ და ცუდია რა დასვენება უნდა იცოდე ადამიანმა და შეჩვევა ჯულზე მტკიციაო ხო აჰა უმტკიცესია ნამდვილად და ალბათ მივეჩვიე უბრალოდ ამ რეჟიმს და ეხა მიჭირს ხოლმე აი გადმოწყობა შედარებით მშვიდ რეჟიმზე. არა და საჭიროა, იმიტომ რომ გრძნობ აშკარად დავიღალე. ანუ ფიზიკურად კი არა, ემოციურად დავიღალე. ხო, ისედაც გარდა სამსახურის ახო არსებობს ოჯახი და ფილმი პირადი სხვა ბევრი რამ არსებობს. დაგეგმილი გაქვს ახლა შვებულებას როგორ გაატარა? შვებულებას ნახე ეხა მაქვს ესე დაგეგმილი. ჩემი თავარი ესე ვთქვათ, ადგილი, სადაც მე ვისვენებ მართლა რომ ვთქვათ, გულწრფელად არის ქუთაისი. მშობლიური ქალაქი. მამა ქალაქი. კი, ჩემს ეზოში, ჩემს უბანში დასვენება ბავშვობის მეგობრები, დომინო, ნარდი, ესა რა ქვია, ხო იცი, საღამობით ფეხბურთი, მე რაღაცა ძველი ისტორიების გახსენება, იქ ძველი მე უფროსი თაობაც იკრიბება ხოლმე და ისინი ყვებიან ძველი თაობის ამბებს, რაღაცებს და გულწრფელად. ეგ არის ჩემი დასვენება. რითიც ვივსებით. კი, აი ხო ხვდებით, მართლა. აი მან ვისვენებ რა. და მინდა რომ ეგრე ვქნა. ყოველ შემთხვევაში გეგმაში მაქვს ეგრე რომ წავიდე და ალბათ წავალ ახლა თვის ბოლოს და 1-2 კვირა ალბათ მოვიწყობ აი ამ ჩემ დასვენებას და დანარჩენ სახლში ვისაც რა უნდა გენაცვალე ის აკეთონ უნდა რავი და უნდა ზღვა მე წავალ ქუთაისში. ეს ასეა გადაწყვეტილი თუ რაიმე არ შეიძლება. თვის ბოლოდან მამაკალაქში. თვის ბოლოდან მამაკალაქში. ძალიან კარგი. კირა პატარა კირა არის სოციალური ქსელების ვარსკვლავი უკვე. პატარა კირას არ უწყობთ ვარსკვლავურ დასვენებას? პატარა კირას ვუწყობთ ახლა ვიყავით წასული ერთი კვირით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავედით, დაისვენა იქ მაქსიმალურად შეირგო, აი კირამ შეირგო რა, ხო? შეირგო? კი, აი ყველაფერზე უარი არ უთხარით არაფერზე, რომ აი ტელეფონის ყურება მაგალითად რაღაც ვიდეოების, რაღაც YouTube Kids-ი, ხო და ესეთი ისენი ჭამა რაც უნდა ხო ვუშლით ყველაფრის ჭამა არ შეიძლება სამი, მაგრამ იქ მივუშვით რა და აი ჩამოვიდა იქიდან როგორ იცი ერთადერთი ვინ შეირგო იყო კირა რა აი პლაჟზე ესე აქეთ ტელეფონი ესე აი ფოტო მაქვს პროსტა ხა ეს აქ ვერ მოგაწოდეთ ეს პლაჟზეა ტელეფონი ხელში და აქეთ ისა რა ქვია ვაშლი და ბანანი და აი აქეთ უკვე და სულ ცალფეხზე კიდია რა ხდებოდა ირგვლივ საერთოდ და აი კირამ შეირგო მაქსიმალურად ეგ დასვენება და ეხა კირასაც წავიყვანთ ქუთაისში, იმიტომ რომ კირასაც ძალიან უყვარს ქუთაისი. გიждდება, აი ვერ აგიხსენებთ როგორ. ალბათ ეგ გადავადეთ კო ვიძახი, რომ გადაედო ჩემგან რა, რომ
აი იქ უნდა სულ ქუთაისში ბებოსთან როდის წავალთ, ბაბუსთან როდის წავალთ და ძალიან უყვარს იქაურობა. იქ მაინც ალბათ იმის გავლენა არის, რომ ბავშვები ბევრი იქნება ეზოში, ხო იცით როგორ არის, ჩამოდის ყველა ეხა საზაფხულოთ, როგორც ჩვენ ბავშვობაში იყო, ხო იცით რომ ვიკრიბებოდით ხოლმე ისა და აი ეგეც და თან ბებია ბაბუები ხო იცი შვილიშვილისთვის როგორები არიან, ყველაფერს უსრულებენ ისა და აი არის ხოლმე განცხრომაში და ეხა წავიყვანთ იქ, წამოვაკირათ ჩემთან ერთად და მე ალბათ აყურიანში ცოტა ხნით. რისინიჭია კირას, რას ფიქრობ? ბიჭო რა ვისა აქ რა ჭკვიანია ძალიან რა ანუ თუ ხო იცი ხე მინდა ხესა და არა შენ ჭკვიანი კაცი ხარ არა სადღაც მოკლეს მღერის გიждდება სცენაზე ანუ ესე იგი манипуляტორია ჩვეულებრივი ანუ ესე იგი ხო ანუ ესე შევა ოთახში და იქიდან იძახის რა აბა სიჩუმე ბავშვებო ანუ ბაღის სისტემა აქვს ჩვენზე გადმოტანილი ოჯახში რა თვითონ მასწავლებელია თეონა მასწავლებელი ვარ ასე იძახის და ჩვენ ვართ ბავშვები რა გამოაცხადეთ რომ სცენაზე გამოდის კირა გაბუნია და ეს უნდა გამოუცხადო მერე გამოვა იმღერებს დატრიალდება რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს ცეკვის დროს ეს რაღაცეებს შვება ბიჭოს რაღაცეებს ჩადის ისეთ რაღაცეებს რომ არ ვიცი საიდან სწავლობს საერთოდ სად უყურებს ამ სიტყვებს და ეხა ამას პოსტიც დავწერე Facebook-ზე ეს არის ხამი არის გვიანია სადღაც ეს 11 საათია მივედი სახლში და აი რა იცი შეყავთ კირა უკვე დასაძინებლად და რაღაცა ჩავჯუჯგნე კარგად როგორც ისა რა ქვია და მეჩხუბება რომ შენო წერები გაქვსო და ისო მე ტკივა მამაო და ნომკოცნიო ხო და მესმის ოთახიდან ხმა ვაიმეო დედა შენ გენაცვალეო ნინის ხმა მესმის ჩემი მეუღლის რა როგორი ემოციებით იმაშობა იცი რომ რაღაცა გულწრფელია ნინის ისიც რა ანუ კოჩს კი არ უგორებს რაღაცაზე რაღაცა უთხრა იმან ისეთი რომ ამის ვნებათახელვა გამოიწვია ნინისი რომ ვაიმე დედა შენ გენაცვალეო და შევედი რა მაინტერესებს რა ხდება და თურმე ხა ტელეფონი უჭირავს ნინის ხელში და აყენებს რა შვებიო კირა ეკითხება და მაღვიძარას ვაყენებოდ ნინი მუთხრა და კირა ეუნება რომ ვაიმეო დედაო როგორ მეწოდები ხო და ხო ნინო რატო მაღვიძარაო დილასო რომ დარეკავსო რო სამსახურში უნდა წახვიდეო და ვერ იძინებ. ბიჭო, ამას ეუნება ეს მაიმუნი არსება რა და აი და მეც მეთქი მამათქო და შენ წადი იმუშავე. მამები ხამის 11 საათის მაო, ანუ ის კი არა რომ ისა რა ქვია რომ რაღაც გოგო მამასია ტყუილბაზარი. შენ წადი იმუშავე, მე ეგრევე. აი ამ დროს რა სიტყვი? სეღან რო დაიცავი ის. იცი როგორი ამბავია? კაცი უნდა იყოს შემომტანი ყოველთვის ოჯახში. კარი გამტანი. და ხო არის რაღაცა გითხრას საყვარლად, სახე შეიცვალე, შენ იმუშავე. ანუ ეგრევე და დიდი მადლობა მეთქი ორივეს, კარგად ბრძანდებოდა, წავედი ოთახიდან და საერთოდ ქალაქიდან კი რაღამ გავედი ისე გაუბრაზდი. გიორგი, როგორი მამა ხარ? მკაცრი თუ უფრო მეგობრული? არა, შიშარა, ფეთიანი. ვერაფერზე უარს ვერ ვამბობ და სულ არის მაგაზე ჭუბი სახში რომ შენ უარს რო არ ეუბნები, მე უარს ვეუბნები და ათამამებ და არ შეიძლება ასე და ისა, ამიტომ ხელს მიწყობს ის რომ ხშირად გარეთ ვარ და ცუდი ეს რა თქმა უნდა ვერ ვიღებ იმ ხელა მონაწილეობას ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე კირას აღზრდაში, მაგრამ როცა მაქვს შესაძლებლობა, აი სულ ვცდილობ რომ მართლა სახლში ვიყო და მაგრამ როგორ არის აი რო წამოახველებს აი ხო ბავშვმა უნდა წამოახველოს ახლა ისე ხო არა ხან გაცივდება სულ თქვა მიზნელდება და ბოლოს რა მეთოდი აქვს იცი რომ აივანზე მაგდებენ რომ შენ უფრო გვაპანიკებო რა და წადი გარეთ ხო ანუ ბავშვისთვისაც ანუ ვერ ვიტან რომ აი მირჩევნია რომ იმ ყველა მშობელი ეგრე ხმე კი არა ვარ გამონაკლისი მაგრამ მე ვარ უბრალოდ ძალიან ემოციური ზოგადად ამ ბავშვის ნაწილში ვარ საერთოდ უძლური მონაყავს პირადი ჩემი სახით შეგვიძლია ვთქვა მამების 90% გოგოებთან მონები კი და ბატონ ყბობა არ გადავარგნილა აი ნინი ეგეთია რა კი ანუ უარს ეთქვის თუ იტირებს არაუშავს იმიტომ რომ უნდა იცოდეს დაუშვათ რა როგორ მოიქცეს ვის რა როგორ არ უნდა უთხრას სად როგორ არ უნდა გააკეთოს რაღაცა ანუ მაგ ნაწილში ნინი არის რა ქვია რომ მიჩევნია ხო ჩემზე გაბრაზდეს მაგრამ უნდა იცოდეს რომ რაღაცა ეს კიო დღეს დამეთანხმები რომ TikTok-ი მაინც ისე თუ ასე რაღაც ცოტა
გაურკვეველია მშობლებისთვის, რამდენად შეიძლება იყოს შვილისთვის ეს წარმატების საფეხური, კარგია, არ არის კარგი, აი რა დამოკიდებულება გაქვს შენ TikTok-თან მიმართებაში თუ ჯერ პატარა არის და რო გაიზრდება თავის მინუსებს იმ TikTok-ში აღმოაჩენს. ნახე კი, აი ბოლო ნაწილი ძალიან სწორად აღნიშნე რომ ალბათ სადღაც თვითონ როდესაც უკვე გაცნობიერებს რაღაცებს თვითონ გაიგებს, მაგრამ ეხლა იმდენად მოწონს ანუ თვითონ მოდის და მაგალითად ესა რა ქვია იმ დღეს მოდის და მეუნება ისო რა ქვია მუხანკიო რაღაცას მუხანკი ვერ გავიგე რას ნიშნავს და თურმე მეუნება მუკბანკიო რა გაიგე და იქ რაღაცა ნახა მუხანკი მეთქი რა უბედურება ვერ მივხვდი და მუხანკი მამა ეს ჭამა ესე მეუნება და დააჯდა და მე იქ ჭამდა და აი ეხა გემრიელია იძახის ანუ რასაც უყურებს და მოწონს ზოგადად აუდიტორია რო უღებ ეპიცენტრში რო არის ყურადღების, აი რაღაცა ამითი გიждდება და ამ TikTok-ის შემთხვევაშიც რაღაცნაირად მე რა შევა იცი რომ აი თავის ვიდეოებს უყურებს მაგალითად და რაღაც შევა არ მოეწონოს და გითხრას რომ ეს ასე არ ვარგა. აი რატო ხდება ეს რომ ასე არ ვარგა და შესწორებაში აქვს და თავიდან უნდა გადაუღო და რადგან ერთობა და ისეთ კონტენტს წყალებში ახ ნინის თუ გაგვახსენდება ხანდახან გადავიღებთ დავდებთ ხოლმე თორე ისა ნინის გვერდი არის და უბრალოდ სახელი გადაუკეთეთ ამ TikTok-ზე კი რა გაბუნია თორე თვითონ არ ითხოვს გადაყებას ითხოვს როგორ არ ითხოვს მაგრამ ეხა ყველაფერს ხო ისეთი ამბავია და შესაბამისად თავის ვიდეოებს უყურებს ხოლმე და ანუ პროცესი მოსწონს ეს გადაღების და არა ის რომ რაღაცა TikTok-ზე ამას გამორიცხულია ანუ არ მივუშვებთ აქამდე იმიტომ რომ ხო ეგ თავისთავად ანუ რა აი ეგ უნდა მეკითხა ანუ ეს დგავთ ხოლმე წინასწარ რამეს გეგმავთ თუ უბრალოდ სპონტანურია და კი რა მოდის იდეით რომ მოდი მამა ეს გადავიღოთ არა ეხა მაგალითად იმ დღეს მღეროდით ისა გადაცემაში ვიმღერეთ ისა მე და თამუნამ ამონაშუმა ჩვენთან ღამის შოუში და რაღაცა ეს ჩავრთე ეს სიმღერა ვისმენ როგორი გამოვიდა და ეს მოვიდა მიკროფონი აიღო და დაიწყო სიმღერა, ოღონდ არის ის სიტყვები ახლა ეს გათენდა, ეს მერამდე ეს სიმღერა, მაგრამ რაღაც დაიწყო ჩემთან ერთად თვითონ მღერა და ნინი მუცებ ამოიღო ტელეფონი, გადაიღო, დადო და მე შევედი და გუშინ მქონდა რაღაცა ეს რა ვიცი, ბევრი ნახვა მოკლედ რაღაცა 50 კაც გადაცდა, ეხო ერთ ღამეში, აი ეგეთი ამბები ან რაღაცას იტიკტიკებს, ან ღერის, ან ცეკოს და სპონტანურად ძირითადად, მაგრამ ხანდახან თვითონაც ითხოვს რა, ეხა იმას ის მუკბანკიც გადავუღეთ და მოკლედ ეგეთ კირამ შეცვალა საერთოდ ცხოვრება. რაში დაგიჭერია კირა რომ ძალიან გავს, აი რასაც შენ თუნდაც მშობლებისგან იცი რომ აკეთებდი ბავშვობაში და იგივე საკეთებს კი. მოდი მე გეტყვი ახლა შენ ასე. მე გეტყვი ჩემი აზრით რაში მგავს და მე გეტყვი მე სახლში მათი აზრით რაში გონიათ იმათ რომ მე მგავს. ხო, აბა მიდი. ესე იგი ნინის აზრით ჩემი ესე იგი ჩემგანა აქვს რომ ეს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. რატო გადაწყვიტეს მე არ მიყვარს ეგრე, მაგრამ კაი ჯანდაბას. სამსახურიდან გამომდინარე. ხო, ალბათ. მეორე ჯიუტი ანუ თურმე მე მგავს, ანუ ჯიუტი. გეუბნები ხო და არა ვარ თუ არა, ეგ შეთითხნილი ამბებია ეს. ეს ნინისაც უნდა ვკითხოთ ბოდიში რომ შეგიძლია. კი ბატონო, პროპაგანდა მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ, ჩვეულებრივი აგორებული პროპაგანდა არის. ამათაცების წინააღმდეგ. მეორე, ესე იგი, ხო ვთქვი, ესე იგი, ჯიუტი ყურადღების ცენტრში ყოფნა, ემოციური და მაგნაწილში ვეთანხმები, ემოციურია ესეც და მაგალითად რამე რო ტკივა ან რაღაცა ხო პირდაპირ აი ტკივა რაღაცა გაეჩხაპნა და აი ასე ყველაფერი ტკივა. აი ის ვიდეო როა ხო იცი რა ქვია ისა მე მგონი აჭარელი კაცი რო არის 4 კაცი ლამობდა შემოჭრას აი ეს სამი რო ხო და აი ეგრე არის კი რა რაღაცა რო ლამობდა ხო და აი ეგრე აზვიადებს და რაღაცას თეატრალობს იქ და აი მაგაშიც მე მგავს თურმე. ახლა მე გეტყვი რაში მგავს. უყვარს სიმღერა ცეკვა, მართლა რაშიც მგავს, ჯიუტი არ ვარ ძმაო, ემოციურობაში მგავს და ეპიცენტრში ყოფნა მიყვარდა ბავშვობაში, ეხა აღარ მიყვარს. კი, ყველას უყვარს და მე მგონი. პრინციპში 100-დან 90-ს უყვარს, რაღაც 10%-იანი ხო, რო რაღაცა მაში ხარ რა. მე ზაღლილია ამ ყურადღებით. ხო და ეხა არა ვარ იგრე მართლა, იმიტომ რომ ანუ არ მიყვარს განსაკუთრებით ეგრე და ამას ალბათ ეგ გამოყვა და ქუთაისის სიყვარული და გამოყვა ბოლომდე. კი რა თქო ქუთაისშია დაბადებული. მართლა? ხო, ანუ ყველა ხო ქუთაისთან ხო იციან ხო იცით თქმა რომ აი ქუთაისში არ გვინდა თბილისში ვამშობიაროთ ეგეთი ხო არსებობს ხო იცი რომ გადიხარ თბილის გარეთ და
მე ვიყავი პირიქით, მეთქი თბილისიდან წავიყვანოთ ქუთაისში, სერიოზული კონფლიქტი მქონდა სახლში, რომ ყველა აქეთ მოდის და შენ არა, მეთქი მეც პირად ნომერს და წავიყვანეთ, იქით წავედით და იმშობია რა ნინიმ ქუთაისში და აი იქ დავანათლეთ ქუთაისის ქალაქელობა, კი რა ბაბუნიას, უკვე გაბუნიას ამბობს. მოგეთ, სამოგზაუროდ იყავით კი? სამოგზაუროდ ვიყავით. პირველ რიგში მაინტერესებს ვინ აკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას და ვის აქვს გადამწყვეტი სიტყვა. ორგანიზებაში რა თქმა უნდა არის ნინი, უდავოდ. აბა ბუღალტერია ვიცით. მაგ ბუღალტერიაც მაგათია საბოლოო ჯამში. ბუღალტერია მაგათია. აი სპონსორობა არის რეალური ამბავი, მაგრამ იქ რაღაცებს თვითონაც მიიღო მონაწილეობა, ისე ვერ დაუკარგავ, მე იტყვის რომ მარტო შენქენი რაღაცა არ მიქნია მარტო მე კი ბატონო და აუ მან მოხდა ძალიან ისა რა ქვია ეს ამბავი რომ მოყვევი ერთგან მაგრამ არა უშავს უცებ მოყვევი რა უჭერს კი ანუ ესე იგი მოკლედ მოყვევი რა რომ რო ჩავედით მაშინ რა ქვია აიანაპაში დაგვხვდა ჩვენი ან ახლო მეგობარი თავისი ოჯახით არაჩვეულებრივი კარგი თბილისელი ესეთი ქალაქელი ესეთი ქალაქური ოჯახი ძალიან თბილები და მოკლედ წავედით მათთან სახლში სხვა ქალაქში რა და ყავდათ კატა ოჯახის წევრი კატა რომელიც ძალიან უყვართ უვლიან და ამ კატას ერქვა ესა რა ქვია ლუნა რა ლუნა და უცებ რაღაც მომენტში ეს კატა დაიკარგა თუ რაღაცა და ბიჭო ძალიან შეწუხდა ოჯახი რომ შუა რაღაცა ვახშმობ თუ რაღაცა და კატას ეძებს ყველა რომ რაღაცა ესა და ბიჭო ეხა ეს კი რაც ანერვიულდა რა ხო და ვერ გაიგო ეს ლუნა და გაიგო ბუნა გაიგე ბუნა და დადის ესეც თვითონ ეძებს ბუნა იძახის ბუნა და ნუ გამოჩნდა ეს ლუნა ბუნა ხო და კი რაც შევარქვი ვუძახი რომ მეთქი შენ ხარ მამა დეღიდან ბუნა თქო და მეჭუბება ბიჭო მთელი გზა რომ მე არ ვარ ბუნა მე ვარ კირა გაბუნია მე არა შენ ხარ ბუნა უძახი და მთელი 1-2 საათი და მივედით სასტუმროში და დედაჩემმა გაიყვანა თავის ოთახში, რა ქვია, წამოდიო ბებო ვითამაშოთო. და 5 წუთში 10 წუთში კაკუნია კარზე. ხო და რომელი ხარ მეთქი ვიძახი მე შიგნიდან მე და ნინი ვარ და კირა ვარო. მეთქი არ მესმის რომელი ხარ მეთქი რა. კირა ვარ მამა კირა იძახის. მეთქი არ ვიცი ვინ ხარ ვეცნობ მეთქი კირა გაბუნია. შენი შვილი იძახი. მეთქი არ ვიცი ნუ ვინა ხარ ბუნა ვარ ბუნა გამიგეთ თქვენი დედავადი აღარ უთქავს ანუ იქახსერა ის მიხარ ის უნდა ეთქვა გაიგე რომ ის იყო და მის მერე ხო არ რეაგირებს მშობლებიო ბუნა ვარ ოღონ შემომიშვითო და შევარქვით კირას მოფერებით ბუნა ალბათ ტრადიციული კითხვა არის ნუ ალბათ ჩემგან გამომდინარე მამებთან მიმართებაში რა შეიცვალა გიორგი მშობლობის შემდეგ ხო რა ვიცი ახლა ხო იცი რეალურად როგორც რა არის მე სულ ვიძახი მაგალითად თავის ანუ წინა მე მგონი თქვენთანაც თქვი თუ არ ვცდები რომ ანუ გადავაფასე მაგალითად ის რომ უფრო მეტად უნდა მოუარო ჯანმრთელობის თვალსაზრისით თავს რა ადამიანი ეხა აქამდე ხო იცი როგორ ვიყავ თუ რამე აი ხო იცი როგორ ვარ ზოგადად ქართველები რომ ბოლომდე თუ რაღაცა არ მოგაწובה და აი უკვე ხვდები რომ ან ვერ დადიხარ ან ხელი კი ვეღარ ამოძრაებ არ მიდიხარ ექიმთან და ეხლა ისე მინდა რომ აი მის აი ყველაფერში მონაწილეობა დიდხანს მივიღო და როგორც მინიმუმ ხაი ვუყურო რომ აი მანდ მაკრო აი ახლა ეგრევე არ გავბივარ მაგრამ უფრო თუ ცოტა უფრო მეტად რო შემაწუხებს აი მაგალითად მაგ კუთხით ის რომ ისა რა ანუ შევა ბანალურად ჟღერს მაგრამ გულწრფელად ვამბობ რომ მართლა ამისთვის ცხოვრობს ადამიანი ალბათ რა შვილი რა ანუ ხვდები რა არის თურმე აპოგეა ცხოვრების ეგ არის რა შუქნიშიანს რომ უყურებ და ისე აღარ გადავდივარ წითელზე მაგის დამსახურება მაგას ვამბობ რა თუნდაც ხო ნამდვილად ყველაფერი ეგ არის რა გიორგი ბედნიერ მამობას გისურვებთ დიდი მადლობა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერში დიდი მადლობა სასწაული ადამიანი ძალიან გიყვარხარ ძალიან მეც მიყვარხარ და საამაყოა რომ მეგობრობ ჩვენთან და გულწრფელად საამაყო ის რასაც შენ ემსახურები შენი ოჯახთან ერთად ასე რომ მეც ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა იმედია რა ვიცი აუცილებლად საინტერესო ახალ სეზონზე კირასთან ერთად მოვა პირობა დადებულია აუცილებლად ნინისაც ველოდები ინის თავისთავად მოვა